ასე შეკითხვა იყო, რომ რაც მეტად ვამთქნარებდიო, მეტად მემატებოდა სხეულის ტემპერატურა და რატომ არის რომ ბევრს ვამთქნარებ, მე სიცხეს გაძლევსო. და სინამდვილეში საინტერესო არის ეს, იმიტომ რომ პირიქით მუშაობს. ანუ ადამიანის ტემპერატურა რაც მეტად იმატებს, მით მეტად ამთქნარებს და არა პირიქით. ანუ მთქნარება კი არ იწვევს ტემპერატურის მომატებას. ტემპერატურის მომატება იწვევს მთქნარებას. და მთქნარების განმარტებაც მაგიდან გამოდის, რომ რა სჭირდება ორგანიზმს დამთქნარება, ჭირდება იმისთვის, რომ გააგრილოს თავის ტვინი. მთქნარება არის იგივე ღრმას უმთქვის აღება, რეალურად მეტი ჟანგბადიანი სისხლძარღვებში გაივლის, რომელიც შედარებით გრილია და თავის ტვინს აგრილებს რეალურად. აი ეს არის მექანიზმი. ფიქრობდნენ ადრე რომ ის იყო იმისთვის რომ მეტი ჟანგბადი მიეწოდებინა ტვინისთვის ეგ იყო მექანიზმი და უჟანგბადობა იწვევდა მტკნარებას არ გამართლა მოკლედ ეგ დგინდება ბევრი კვლევებით რომ შეიძლება რაღაც მინორული როლი აქვს ჟანგბადის მიწოდებასაც მაგრამ უპირატესად მტკნარების იდეა არის ის რომ გააგრილოს თავის ტვინი მტკნარება ნორმა ზოგადად თუ წუთში სადღაც 1-დან 4 და მეტია, ეგ უკვე პათოლოგიად ითვლება, როგორც წესი და აუცილებლად ჭირდება რომ გამოიკვლიო რა არის. და მტკნარების ძირითადად რა ვიცით მტკნარებაზე, მაგას ვიტყვი და მე რა მიზეზები იწვევს ყველაზე ხშირად მტკნარებას. ერთ-ერთი მთავარი მითი რაც არის რომ ჟანგბადის მიწოდებისთვის არის აუცილებელი რომ ამბობენ ეგ როგორც თქვი ბევრი კვლევით დგინდება რომ ეგრე არ არის ჟანგბადისთვის არ გვჭირდება მტკნარება უფრო მეტად ტვინის გაგრილებისთვის გვჭირდება დამოკიდებული არის თუ არა მტკნარება დაღლილობაზე და მოწყენილობაზეო კი არის დამოკიდებული და მათ შორის სტრესზეც ანუ სტრესიც ერთ-ერთი ძლიერი მტკნარების სტიმულატორია მათ შორის სოციალურ კავშირისას მაგალითად თუ ერთი ადამიანი ამტკნარებს და მეორე ადამიანი მის მიმართ ემპათიურად არის გაანწყობილი ანუ ახლო ადამიანები არიან მაღალი ალბათობა რომ მეორე მას დაამტკნაროს და ამიტომ არის მტკნარება გადამდებენ სოციალური კავშირის ის დატვირთვაც აქვს ცხოველებში აქვს კი სხვადასხვანაირი დატვირთვა ზოგი ლომებისთვის მაგალითად არის ტერიტორიის მონიშნის ნიშანი ძაღლებისთვის თვით დამშვიდების რეფლექსია არიან ცხოველები რომლებიც დამტკნარება მოდ დავიძინოს ნიშნავს ან რა ნიშნებია მოკლედ რა რომ რითიც ჯგუფს რაღაცას ატყობინებს მტკნარებას ეგ როლიც აქვს ცხოველებიც ამტკნარებენ, მუცელშიც ამტკნარებს, ბავშვი შესაბამისად, ანუ მტკნარება ჯამში ცხოველებისთვის, ძუძუმწოვრებისთვის განსაკუთრებით უნივერსალური მოვლენაა. მტკნარებაზე კიდე იყო რომ ხო არ არის რომ თქვათ ადამიანს აი რო ეძინება ამ მტკნარებს და მე ფხიზლდება ძალიან არაპირდაპირ შეიძლება ვთქვათ რომ ტვინის ფუნქციას ამჯობესებს ის ტვინის თერმორეგულაცია რო აგრილებს ტვინს და შემდეგ ადამიანი უფრო ფოკუსირებულია ეს შეიძლება ვთქვათ მაგრამ პირდაპირ კავშირი არ აქვს ხო და არის თუ არ შესაძლებელი დავთრგუნოთ მტკნარება არა შესაძლებელი ნუ ნაწილობრივ შეიძლება თავი შეიკავოს ადამიანმა მაგრამ ბოლოს მაინც დაიმტკნარინება მოკლედ ჯამში უმეტესად ესეა და ახლა ვთქვათ ტოპ 15 მიზეზი რაც იწვევს მტკნარებას ყველაზე ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ძილის უკმარისობა და სტრესი და დაღლილობა რასაც ძილის უკმარისობა იწვევს დღის განმავლობაში მე ადამიანი ამტკნარებს ხოლმე ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რატომაც ადამიანები ამტკნარებენ სტრესი და შფოთვა მეორე არის ანუ როცა ადამიანი დასტრესილია შეშინებულია შფოთვა აქვს ხშირად ამტკნარებს დაღლილობა ну ამ შემთხვევაში სტრესის დროს ვაგუსი ცნობილი ნერვია ეგ აქტიურდება და ეგ იწვევს რეფლექს მტკნარებისას და მაგიტო და არა იმიტომ თქვათ რომ მაინც პირდაპირ ტვინი გააგრილოს დაღლილობის დროს ასევე დაღლილობის დროსაც საკმაოდ ხშირია მტკნარება მოწყენილობისას რა თქმა უნდა ძილის აპნეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აი განსაკუთრებით თუ ადამიანი ჭარბწონიანია ღამე თუ სუნთქვა უჩერდება
იწება ხოლმე რამდენიმე წამით და მე ისევ აგრძელებს, ეგ არის ძილის აპნეა. ძილის აპნეის დროს ხშირია დღის განმავლობაში დაღლილობა, თქნარება და ძილის პრობლემები. უმეტესად ესეთი ადამიანები არიან ჭარბწონიანები. თქნარებას ასევე იწვევს ზოგიერთი წამალი, მაგალითად ანტიჰისტამინები, დამამშვიდებლები, როგორც გვერდითი ეფექტი. შესაბამისად, ანუ ესეც ჩვეულებრივი ამბავია ბევრი წამლისთვის და მნიშვნელოვანი დაავადებები კიდე მაგალითად ის პარკინსონმა შეიძლება ნევროლოგიური დაავადებები მოკლედ იწვევს პარკინსონმა, ეპილეფსიამ, გაფანტულმა სკლეროზმა, ანუ ესეთმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თქნარება. მაგრამ ეგეთი დაავადებები შედარებით იშვიათია. შესაბამისად, თქნარებების უმეტესობის გამოწვევები ეგ არ არიან. იშვიათად რომ გულის დაავადებამ, გულის უკმარისობამ გამოიწვიოს, თუმცა შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა განსაკუთრებით ჰიპოთირეოზმა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა როცა აქვს ადამიანს, შემცირებული როცა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მისი ჰორმონების გამომუშავება, მაშინ შედარებით ხშირია და ქრონიკულმა დაღლილობამ, დეჰიდრატაციამ, როცა ნაკლებ წყალს სვავს და კიდე ხშირი მთქნარება ახასიათებს ეცოდინებათ იმ ადამიანებს, ვისაც შაკიკი აქვს. ან შაკიკის ზოგჯერ შეტევების წინ იცის ხოლმე ხშირი მთქნარება. არა ყველას, მაგრამ ზოგ ადამიანს ახასიათებს და ეგ ეს არის ჩვეულებრივი ამბავია, მოკლედ ვისაც შაკიკი აქვს, ბევრთვის ძალიან ნაცნობია. მთქნარება ვრცელდება ადამიან და ადამიანზე, ადვილად, ჩვენ თავის ტვინში გვაქვს იმის უნარი, ნეირონები გვაქვს, რომელსაც აქვთ იმის უნარი, რომ დააკოპირონ რაღაცა ქცევა, ან დააკოპირონ რაღაც მოქმედება და ეგ ერთ-ერთი მიიჩნევა, რომ ემპათიის ნიშანია ეს მთქნარების გადადება. ხო, ფილტვების პრობლემებმა შეიძლება კიდე აი მაგალითად ის ქრონიკული ბრონქიტი და ესეთი ემფიზემა და ეგეთმა დაავადებებმა, მაგრამ ძლიერი კორელაცია არ არის. რაღაც კვლევები არის, რომ შეიძლება იმ ადამიანებში, ვისაც ესეთი პრობლემები აქვს, მეტი იყოს, მაგრამ რაღაც ნიშნულოვანი და მძიმე კორელაციები არ არსებობს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.